ძლეთამძლე. იყო სამი ძმა, ორი ოჩაღი, მესამე ჩოფანო, გლახა. უფროსმა ძმებმა ცოლები რომ შეირთეს, ერთად ვერ მოთასდნენ და ქონება შუაზე გაიყვეს. ჩოფანო ძმა კი უწილოდ დატოვეს. ამ გლახამაც მოითხოვა მამისეული ქონების წილი, მაგრამ ძმებმა უთხრეს. შენ ცოლს არავინ მოგათხოვებს, ქონება რა გინდა? ხან ერთთან იმუშავე, ხან მეორესთან და ჩვენ გიპატრონებთ. ჩოფანომ ეს რომ გაიგონა, ისე ეწყინა ერთი სიკვდილი მოკვდა, მაგრამ კარგად იცოდა ჩხუბით ძმებთან ვერაფერს გახდებოდა. ბოლოს წაიღო მამის დატოვებული ლეკური ხმალი და იქაურობას გაშორდა. გაუდგა გზას. ცოტა იარა თუ ბევრი იარა, მივიდა ერთ სოფელში. მონახა მდიდარი კაცი და მოჯამაგირედ დაუდგა. სამი თვით ემსახურა. აღებული ჯამაგირით ხმალს ქარქაში გაუკეთა. კინაზე ოქროს ასოებით წააწერინა, ძლეთამძლე. გადაიკიდა მხარზე ეს ხმალი და ისევ გაუდგა გზას. საით მიდის არა იცის. დადიოდა თემშარაძე სოფელ-სოფელ და უშნოდ მიაკონწიალებდა ლეკურს. გამლელ-გამოვლელები ეჭვნეულად ადევნებდნენ თვალს. ბავშვები უკან დასდევდნენ და დასცინოდნენ. ჩოფანოს მოსწყინდა თემშარაზე უგზო-უკლოდ ხეტიალი. გზიდან გადაუხვია და ტყის პირას ხის ძირში მიწვა, ცოტას დავისვენებო. ამ დროს ტყიდან ორი შეიარაღებული კაცი გამოვიდა და მისკენ წამოვიდა. ჩოფანომ თავი მოიმძინარა. კაცებმა ეჭვნეულად დაუწყეს ყურება. რაღაც თვალში არ მოუვიდათ. მივიდნენ და ახლოში მიუსხდნენ. ერთმა მასხრობით მძინარის ქარქაშიდან ხმალი ამოაძრო. ნახეს რკინა-ლაპლაპებს, ზე დაწერია, ძლეთამძლე. ახლა კი შეშინდნენ. იფიქრეს, არც ისე სახუმარო კაცთან ჰქონდათ საქმე, ხმალი ისევ ჩუმად ჩაუგეს ქარქაშში. ეს ვიღაცა, ალბათ გამოცდილი ვაჟკაცია და იქნებ ჩვენი ამხანაგობაც ინებოს. თქვა ერთმა. დიდი მორიდებით დაუწყეს გაღვიძება. ჩოფანოს ყველაფერი ესმის, გული გაიმაგრა და ვითომ მაგრად ეძინაო, თვალები ამოიჟღლიმა. ზლაზვნით ადგა და მოსულებს მიესალმა. იმათაც ღმერთმა გადღეგრძელოსო, უთხრეს და მუსაიფი გააბეს. ჩოფანო ნამდვილივით მოჰყვა თავისი ვაჟკაცობისა და ლეკური ხმლის გამოგონილ ამბავს. ახლა ქემონწყინდა ამდენი ომი, სისხლის ღვრა და ხელმწიფესთან უნდა გამოვცხადდე. გაათავა ტრაბახი ჩოფანომ. კაცებს გაუკვირდათ ჩოფანოს გმირობა და მათაც უამბეს თავიანთი თავგადასავალი. ჩვენ აქ ორნი ვართ, მაგრამ 6 ამხანაკი კიდევ გვყავს. თუ არ გაგვიბრაზდები, მე-9 ჩვენიანი შენიყავი. ჩოფანო სიხარულით დაეთანხმა. ესენი თურმე განთქმული ყაჩაღები არიან და ცხოვრობენ შორს სადღაც უსიერ ტყეში. წაიყვანეს ჩოფანო იმ ტყეში თავიანთი ატამანის სანახავად. ჩოფანოს ვაჟკაცობის ამბავი დანარჩენ ამხანაგებს 1/5 გადასცეს. ატამანმა მაინც არ დაიჯერა და ჩოფანოს გამოცდა განიზრახა. დაავალა ყაჩაღებს. ამაღამ იმ უზარმაზარი ტახის სადარაჯოდ წახვალთ და ამ ახალ შეძენილ ამხანაგსაც თან წაიყვანთ. ჩოფანო შიშმა აიტანა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. რა უნდა ეკნა? საღამოს გაჰყვა ამხანაგებს ტყეში. თითქოს ძალიან გახარებულია, გულში კი ფიქრობს, იქნებ მოვახერხო, სიბნელეში სადმე გავასწრო ამათ და გავიპაროო. ამხანაგებმა თოფიშეს თავაზეს გამოგვართვი და წამოიღეო. ამან კი ისინი ვითომ სასაცილოდ აიგდო და თოფზე უარი თქვა. აბა, ეს ლეკური ტყუილად ამაქვს. ნამდვილად კი, ისიც არ იცოდა თოფის საიდან ისროდა. ღორები რკოზე ყოფილიყვნენ მიჩვეული. ჯერ თურმე კარგა გაწყებოდნენ, მერე დრუნჩებით დარნეებს თხრიდნენ. უცებ ერთი უზარმაზარი ღორის ნაკვალევი შენიშნეს. ნამდვილად ეს არის ის ტახი, კამეჩის ტოლას რომ ამბობენ. თქვა ყაჩაღების მეთაურმა. ამბობენ, იმ სისქეთ ყავი აქვს, ტყვია ვერ ატანს, ერთი ეშვის მოქნევით კისრის სიმცხო ხეებს გლეჯს. ჩოფანო იქვე დატოვეს დარაჯად. ისინი შორი ახლოს ხის ძირში ჩასაფრდნენ. წახდა საწყალი ჩოფანო. აღარც გაპარვა ეწყობა ამ შუაგული ტყიდან და აღარც არაფერი. ღორის ბედზე გავჩენილ ვარ და რაც იქნება, ეგ იქნება. გამოიტირა თავი გუნებაში. მეტი ვერაფერი მოიფიქრა. ავიდა მუხაზე და გადაალაჯა ფეხები ტოტზე. თუ მაინცა და მაინც ტახი აქ მომადგა, რაღაცას ვესვრი ზევიდან, შეშინდება და გაიქცევა, ბრალს ვერავინ დამდებს. უცებ მოისმა შრიალი. ტახმა მუხის ქვეშ თვალები შემოაბრიალა. ზევითად შეანათა.
ჩოფანოს გული შეუწუხდა შიშისგან, თლა დაკანკალდა, დაუცდა ფეხი ტოტზე ჩამოვარდა და იმ ღორს დაეცა ზურგზე გალაჯული. ღორმა გაქცევა არი კადრა და ადგილზე დატრიალდა გაშმაგებული. ჩოფანომ მაგრად ჩაავლო ხელი ჯაგარში და არ იცის რა ქნას, ტრიალებს ღორთან ერთად თავრეთ დასხმული. ეს დაინახეს ამხანაგებმა, მოვარდნენ ლომებივით, დაუშინეს თოფები და ტახი იქვე წააქციეს. ჩოფანო კი ძლივსღა მოვიდა გონს და გამოერკვა. ნახა საქმე სამისოდ გათავებულიყო და ეშმაკობა იხმარა. მორთო თითქოს და გაბრაზებული ყვირილი. თქვე საძაგლებო, თქვე სამგლებო, მე გღორი დავიჭირე, ცოცხლად მინდოდა წამიყვანა და თქვენ ხელში რატომ ჩამაკალით? დარცხვენილმა ყაჩაღებმა ბოდიში მოუხადეს. ძლივ-ძლივობით აზიდეს ამოდენა ღორი, წაიღეს და წავიდნენ ატამანთან ყველანი ერთად. საშინლოდ გაუკვირდათ ყაჩაღებს ახალი ამხანაგის გმირობა. ტახს თავი მოსჭრეს, გაუგზავნეს ხელმწიფეს და შეუთვალეს. ჩვენს დევნას თავი დაანებე, თორემ ინანებ. ახლა ისეთი მეცხრე ამხანაგი შევიძინეთ, რომ ეს ტახი ხელით დაიჭირა. ტახის დაჭერის ამბავი მთელმა ქვეყანამ შეიტყო. ყველა ჩოფანოს აქებდა და ადიდებდა. ზოგი ამბობდა დევკაციაო, ზოგი ტყვიას კბილით იჭერსო. ყველას პირზე მძლე-თამძლე და მისი გმირობა ეკერა. ხელმწიფე და მისი ვეზირები შეშინდნენ და ყაჩაღების ტყე-ტყე დევნას თავი დაანებეს. გავიდა ხანი. ამ ხელმწიფეს ომი გამოუცხადა მეზობელი ქვეყნის ხელმწიფემ. დადეს პირობა. ყოველ წელიწადს მოვაწყოთ ორთაბრძოლა და ვისი ფალავანიც მოკვდეს, იმან გამარჯვებულს რამდენიმე სოფელი მისცეს თავისი ხალხითა და ქონებითო. ყოველ წელიწადს მარცხდებოდა ეს ხელმწიფე. უკვე 5 წელიწადი გავიდა და ერთხელაც ვერ გაიმარჯვეს ამ ორთაბრძოლაში მისმა კაცებმა. მოწინააღმდეგე ხელმწიფეს ერთი ისეთი გმირი ჰყავდა, ვინც კი მიეკარებოდა ყველას თავს აგდებინებდა. ვინ მოსთვლის, რამდენ ვაჟკაცს წააცალა თავი იმ წყეულმა. ხელმწიფე ძალიან შეშინდა, საუკეთესო ვაჟკაცები მტერმა გაუჟლიტა. თვითონ მარტო რას იზამდა. კიდევ ერთხელ შეჰყარა ნაზირ ვეზირები და რჩევას თხოვა. ბევრი იფიქრეს და ითათბირეს, ბოლოს კი უფროსმა ვეზირმა აიღო სიტყვა და ბრძანა. ჩვენ გვყავს სამეფოში ერთი ვაჟკაცი, აი ის მძლე-თამძლე. ვეშაპივით ტახი რომ ხელდა-ხელ დაიჭირა და იმას თუ არ ვთხოვეთ, სხვა ვერავინ გვიშველის და მთელ ქვეყანას დავუყუყავთ. ეს აზრი ყველამ მოიწონა. ხელმწიფეც დაითანხმეს. ძლე-თამძლე შუაკაცები გაუგზავნეს თხოვნით. დაუდეს პირობა, თუ მტრის ფალავანს მოკლავდა, ხელმწიფე მის ამხანაგებს ხელს აღარ ახლებდა. თავის ერთადერთ ქალს ცოლად მიათხოვებდა და ტახტსაც დაულოცავდა. შუაკაცებმაც აღარ დააყოვნეს, წავიდნენ და მოძებნეს ძლე-თამძლე და მისი ამხანაგები. ყაჩაღების სიხარულით კინაღამ მეცხრე ცაზე გაფრინდნენ. სიტყვა ახლა ძლე-თამძლეზე იყო. ის ღრმად ჩაფიქრდა და გაირინდა. საწყალს გულში ისეთი შიში ჩაუვარდა, ისეთი შიში რომ დამუნჯდა. აქამდის ქევიყავი ცოცხარი ავადი იყო თუ კარგად, სულს მაინც ვათრევდი ამ ქვეყანაზე. ახლა კი ცხადად ვხედავ, დაილია ჩემი დღე და მოსწრება. ფიქრობდა ნაღვლიანად. ბოლოს მაინც დაეთანხმა შუაკაცებს. უარის თქმა სულ თავის მოჭრა გამოვა. ისეთი ვაჟკაცის ხელით რომ მოკვდეს სირცხვილი არ იქნება. ამხანაგებს ხომ მაინც გავათავისუფლებო. აიღო თავით და განაცხადა. კარგი, თანახმა ვარ, გავყვევი მტრის ფალავანს ორთაბრძოლაში, მაგრამ თან ცოტა მრცხვენია, ერთ კაცს როგორ შევებრძოლო. მეტავ სამნი მაინც გამოუშვან. ამის გამგონეებმა სიხარულით ტაში შემოჰკრეს, ხელი მოჰკიდეს მძლე-თამძლეს და ხელმწიფეს ციმციმ წარუდგინეს. ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოედო. ყველა მძლე-თამძლეზე ლაპარაკობდა. ერთი კი არა, 3 გამოუწვევიაო. ხმალს არც კი ვიხმარ, ხელით წავგლეჭ კისერსო. ზოგი ამბობდა, ძლე-თამძლეა კაცო, ხეს რომ დაეჯახოს, იმას მოგლეჭს, კაცი რას დაუდგებაო. ამ მითქმა-მოთქმამ მტრის ფალავნის ყურამდეც მიაღწია. ცოტა არ იყოს შიში ჩაუვარდა გულში. ხომ არ დაილია ჩემი დღეებიო, დაფიქრდა. მოვიდა დათქმული დღეც. მინდორზე ხალხი ვეღარ ეტეოდა. ყველა მძლე-თამძლე შეჰყურებს. ეს რა პატარა ტანისკაცი ყოფილაო, უკვირდათ, მაგრამ ძალა და ღონე ექნებაო, ფიქრობდნენ. გამოვიდნენ ფალავნები. საწყალი ჩოფანო იმ ზორბა ფალავანთან სკვინჩას ოდენაც არ ჩანდა, მაგრამ გულს მაინც არ იტეხდა. მოვკვდები და ისა, რა რთული კი იქნება სიკვდილი. ფიქრობდა თავისთვის, ენანებოდა თავი.
ფალავანმა ახეთ-დახეთ ამძლეთ-ამძლეს, თვალით აწონ-დაწონა და ჩაეცინა ულუაშებში. ამას ერთ დარტყმაზე წავაცლი კისერს, მაგრამ ალბათ პირშავს ეშმაკური ხერხები ეცოდინება. ისე არ დაუძახებდნენ მძლეთ-ამძლეს. ჯობს ჯერ მას ვაცალო, აბა რა სიზამს, გავუგებ ეშმაკობას და მერე მკითხოს რა დღეს დავაყენებ. ხალხი უცებ გაფაციცდა, თვალს არ აშორებენ წრეს, მეტოქეებს ნიშანი ანიშნეს და მათაც ერთმანეთისაკენ წაიწიეს. უყურებს მძლეთ-ამძლე იმის მხარბეჭს და თვალით ხედავს როგორ უახლოვდება სიკვდილი. ხმლის ამოღებაც კი დაავიწყდა. გულმა ვეღარ გაუძლო, დახუჭა თვალები, დაღუნა თავი და ისე მიდის წინ. ბარემ წამჭრას თავი, ქემაინც მოვჭი ამ უბედურებას. მიდის და ფიქრობს. ჩოფანო რომ ასე კისერ წაწეული დაინახა, მტერმა იფიქრა, უეჭველი რაღაც ხერხს მიკეთებსო და იმანაც წააგრძელა კისერი და დაესო ერთ ადგილას თვალებ მილულული. ჩოფანო ყოველ წამს ელოდა თავის წაჭრას, მაგრამ როცა დაგვიანდა, ფრთხილად გაახილა მარცხენა თვალი, შეხედა. რას ხედავს? მის მოწინააღმდეგეს წაუგრძელებია კისერი დასაკლავ ქათამსავით, დაუხუჭავს თვალები და არის ისე გაჩერებული და ელოდება რაღაცას. ახლა კი ჩოფანო მიფიქრა. შემოთავ, დრო ვიშოვე, ნუ გეშინია, დაჰკა, შეგლახა. თავბრუ დასხმულმა აშპუნა ხმალი და დატრიალდა. აღარც კი ახსოვს, როგორ მოუქნია და მიაწუდინა. ხედავს ფალავანის თავი აქეთ გაგორდა, ტანი იქით გადაიქცა. შეიქმნა დიდი ამბავი და გაწევ-გამოწევა. მოავლეს ხელი მძლეთ-ამძლეს და ხელმწიფეს მიურბენინეს. გახარებულმა ხელმწიფემ იმავე დღეს დასწერა ჯვარი თავის ქალიშვილზე და ტახტიც დაულოცა. ეს ჩოფანო ხელმწიფე გახდა. მისი ამხანაგები ვეზირებად დაიყენა. მოიხმო ძმებიც, შემოირიგა და დაიწყეს ბედნიერი ცხოვრება. ასე იყო ჩოფანოს მძლეთ-ამძლეობის ამბავი. ბევრი ტყუილი, ერთი მართალი.